საკვები პროდუქტები საქართველოში საზოგადოებისთვის კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება თემა თუ რას ვჭამთ. ცნობილია, რომ ყველაზე მაღალი რისკის პროდუქტად ხორცი ითვლება, რომლის ვარგისიანობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. როგორც ბიზნეს კოდმა გაარკვია, პროდუქტი მაღაზიაში მოხვედრამდე ძალიან ბევრ ეტაპს გადის, რაც შედარებით ამცირებს არაჯანსაღი ხორცის არსებობას. თუმცა ყველაფერი მაინც სასაკლაოდან, ანუ ხორცის პირველადი დამუშავების ადგილიდან იწყება. სასაკლაოზე საქონლის დაკვლას აკვირდება სახელმწიფო ვეტერინარი. ჩვენ გვაქვს ჰასპის სისტემა, რომელიც როგორც იცით უკვე კანონით სავალდებულო გახდა სასაკლაოებისთვის. ვეტერინარი ამოწმებს ყველა კრიტიკულ წერტილს, სადაც შეიძლება მოხდეს ხორცის დაბინძურება. ამიტომ გამორიცხულია, რომ მომხმარებლამდე მივიდეს დაბინძურებული ხორცი. მოწმდება როგორც ცოცხალი ცხოველის ჯანმრთელობა, ასე ყველა ეტაპი, რომელსაც გადის საქონელი დაკვლიდან მაცივარში მოხვედრამდე. ხორცი მაღალი რისკის პროდუქტად ითვლება და ეს ნორმალურიც არის, იმიტომ რომ ხორცის დაბალი ხარისხი შეიძლება გამოიწვიოს როგორც საქონლის ცუდად კვებამ, ცუდად მოპყრობამ, სტრესულ გარემოში დაკვლამ და ან დაკვლის და დამუშავების არასწორმა მეთოდმა. ამიტომ იმდენი საკონტროლო წერტილი აქვს ხორცს დაკვლიდან მანამ ვიდრე თეფშზე მოხდება, რომ თუ ეს ყველა წერტილი არ გაკონტროლდა, შეიძლება მივიღოთ სავალალო შედეგი. მაღაზიებში მიტანილი დამუშავებული ხორცი სანამ უშუალოდ დახლზე მოხვდება და ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლისთვის, დამატებით შემოწმებას გადის. საფრთხის მინიმუმამდე შემცირებისთვის დაცულია ყველა სანიტარული ნორმა. პირველ რიგში მოწმდება ტემპერატურა, ტრანსპორტირების დროს რომ არ მოხდეს რამე გაურკვევლობა, მოწმდება ტემპერატურა, ამის შემდეგ ხორცი ხვდება მაცივარში, როგორც კი მაცივრის მოთავსდება, დაყონდება დაახლოებით 1 დღე, შემდეგ გამოდის ხორცი და იშლება სპეციალურად მომზადებულ დახლებზე, მაგიდებზე. პირველ რიგში უტარდება ამ მაგიდებს დეზინფექცია, სანიტარული ნორმები მოწმდება განსაკუთრებულად, იმიტომ რომ არ მოხდეს რაიმე ბაქტერია.